ვულკანის ამოფრქვევა ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული ბუნებრივი პროცესია. გამარჯობათ მეგობრებო, გამოიწერეთ და ლაიქეთ და გააქტიურეთ ზარის ღილაკი, გეოკორზე დავიწყოთ. მაგმას ზედაპირზე ამოდის და ატმოსფეროში ხვდება დიდი რაოდენობით ფერფლი და წყლის ორთქლი. ამ დროს წარმოიქმნება ძლიერად განვითარებული ამავალი ნაკადი. ცხელი მასა სწრაფად ადის რამდენიმე კილომეტრის სიმაღლეზე. ზედა ატმოსფეროში ტემპერატურა 0-ს ქვემოთაა. წყლის წვეთები იყინება და იწყებს ზრდას. ღრუბელში მუდმივი ამავალი და დაღმავალი ნაკადები ყინულის ნაწილაკებს აჯახებს ერთმანეთს. ყინული ფენად იზრდება. როდესაც ის საკმარისად მძიმე ხდება, იგი მიწაზე სეტყვის სახით ეცემა. ამ პროცესს ზოგჯერ თან ახლავს ელვა და ძლიერი ქარიც. ვულკანი ამ შემთხვევაში მოქმედებს როგორც ბუნებრივი ღრუბლის გენერატორი. თუმცა სეტყვა არ ჩნდება ყველა ამოფრქვევის დროს. საჭიროა კონკრეტული პირობები, საკმარისი ორთქლის სიმაღლე და ატმოსფერული სტაბილურობა. ამიტომ სეტყვა ვულკანის მახლობლად იშვიათია, მაგრამ სრულიად ახსნადი ფიზიკური მოვლენა. ცხელი მიწა და ცივითსა ბუნება ხშირად გვაჩვენებს, რომ პროცესები ერთმანეთთან დაკავშირებულია. მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა რომ გვერდში გვიდგახართ.